Აბისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არ ზმერთ. პირველ რიგში ყველას მოგესალმებით მონადრებულო ჩემო მეგობრებო. ლოცვებში გიხსენებთ და იმედი მაქვს რომ თქვენც მიხსენებთ. მადლობა. მე დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა თქმა უნდა სახარებაზე უნდა ვისაუბროთ, ისე არ გამოვა თქვენი საუბარი, თუმცა კი რაღაც აქაურ გეგმებზეც გეტყვით რას ვაფიქრებ და როგორ ვაფიქრებ. დღეს არის მეხუთე კვირა აღდგომიდან, ესე ითვლება ხოლმე წლეურ ციკლში მოგეხსენება ჩვენ ვიტყვით ან სული წმინდის მოფენიდან რომელი მერამდენე კვირა არის, ან აღდგომიდან მერამდენე კვირა არის მოფენობა. დღეს არის მეხუთე კვირა აღდგომიდან და გახლავთ დღე ესე ეწოდება სამარიტელის კვირა. სამარიტელის კვირა, იმიტომ რომ ეს არის დიალოგი მაცხოვარსა და სამარიტელ ქალბატონს შორის. ეს ძალიან უცნაური შემთხვევა მინდა გითხრათ. სახარებაში არ არის მეორე მაგალითი, სადაც მაცხოვარს ესეთი უშუალო დიალოგი აქვს ვინმესთან, აი ერთ-ერთზე რო იჭდეს და ვინმესთან პირადი დიალოგი კონდეს, იოანეს სახარებაში ჩვენ ხვდებით იქამდე, სანამ სამარიტელს დაელაპარაკება, იქამდე ელაპარაკება ვის თუ გახსოვთ? ნიკოდიმოს, რომელიც არის ჯულის მოძღვარი ებრაელთა. მასთანაც ესეთი პირადი დიალოგი აქვს, რომელიც ღამით მოვა და ღამით ესაუბრება მას, იმიტომ რომ ეშინია ჯერ კიდევ ებრაელებმა იქ რაღაცა შეთქმულებაში არ დაადანაშაულონ, რომ ესე იგი ქრისტესთან რაღაცა მიდის და კონსულტაციებს იღებს. ამიტომაც ესეთი პირადი დიალოგები ძალიან ცოტაა, როგორც გითხარით, იმიტომ რომ სახალხოდ გამოდიოდა ყოველთვის მაცხოვარი და საზოგადოებას მიმართავდა ან მოციქულებს, მაგრამ ერთი და ორი არ იყვნენ, იქ ყოველთვის ბევრი იყვნენ. აქ არის აი ძალიან პირადული ამბავი. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ყურადღება მისაქცევია, იმიტომ რომ ღმერთი არა მარტო ამ საერთო ლოცვაში, არამედ პირადულშიც არის, იმიტომ რომ შენ პირადი ურთიერთობაც უნდა გქონდეს მასთან და პირადად უნდა ეძებდე მას. ოღონდ სად ეძებდე, სწორედ ამაზე ვილაპარაკოთ ახლა დღევანდელ დღეს აი ამ სახარებიდან გამომდინარე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ღმერთს იქ არ ვეძებთ, სადაც უნდა ვეძებდეთ. ეს დიალოგი მე ახლა არ შეგახსენებთ, იმიტომ რომ საკმაოდ ვრცელი სახარება არის, რომ დამაშრალი მოდის მაცხოვარი და არის ჟამი მე-6 დღევანდელი გამოანგარიშებით არის შუადღის 12 საათი. შუადღის 12 საათზე აზიურ ქვეყნებში ვინც ხართ ნამყოფი, ალბათ წარმოგიდგენიათ როგორი სიცხე არის. ამ დროს გარეთ არავინ არ გამოდის. იქ არის ასეთი ტრადიცია, რომ დილით ადრე თენდება და სამუშაო იწყება ყოველთვის ძალიან ადრე. დაახლოებით დილის 6 საათზე ისინი უკვე მუშაობას იწყებენ. 11 საათზე მაქსიმუმ 10-ზეც უკვე მორჩენილი არის ეს სამუშაო და მთელი შუადღის ეს პაპანაკება ისინი იმყოფებიან ოჯახებში, სახლებში არ გამოდიან გარეთ, იმიტომ რომ აუტანელი სიცხე. ეხლა დღევანდელ დღეს გასაგებია, რომ ყველაფრის საშუალება არის და ადამიანები ოფისებში სკედან და გაგრილების სისტემა არის ისეთი, რომ ციმბირში არ შეგცირდეს, შეიძლება ისე როგორც იმაში სადღაცა შუა აზიაში, სადაც 50 გრადუსი სიცხე. მაგრამ მაშინ ხო ეს არ იყო, ამიტომაც ადამიანები ესე იყვნენ და როდესაც იცოდნენ, როდის უნდა გასულიყვნენ ერთად წყალზე, როდის უნდა ამოეტანათ წყალი, ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა. ეს ქალი მარტო მოდის აქ. ეს არ არის შემთხვევით, ამ ქალის მარტო მოსვლა. ჯერ ერთი საფრთხო განგებულებაა ყველაფერი, რომ ის მომდა შეხვედრო და მაცხოვარს, მაგრამ ამის გარდა ის რომ მარტო მოდის, ეს არ არის მისთვის როგორც ჩანს პირველი შემთხვევა, იმიტომ რომ ის საზოგადოებას ერიდება. და რატო ერიდება საზოგადოებას? იმიტომ რომ ამ საუბრიდან როგორც გაირკვევა, 5ჯერ გათხოვდა და ეხლა კიდე მე-6 ქმარი ყავს. და თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეხლა? აქ რომ ვინმე შემოვიდეს ეხლა 5ჯერ რო გათხოვდა და მე-6 ქმარი რო ყავს, ჩვენ მასთან როგორი დიალოგი გვექნება? რას სახელს დავარქმევთ ამისთან ქალბატონს? ხო შეგიძლიათ? აი, ნახეთ რა არის მაცხოვრის პედაგოგიკა. ნახეთ როგორია მაცხოვრის მისიონერობა. მისთვის არც ერთი ადამიანი სულ ერთი არ არის. შენთვის სულ მე გეტყვით რომ ეს ქალბატონი, რომელსაც სახელად ქვია ქართულად ნათელას ბატაშვილს. დღეს ყველა ნათელას და ნათიას აქვს ანგელოზის დღე. ამ ქალბატონის სახელი არის ფოტინი. ბერძნულად ასე წარმოითქმის, ქართულად ნათელა ან ნათია და რუსულად სვეტლანა. ეს ქალბატონი გახლავთ მოციქულთა სწორი. ამიტომ ამ 6 ქმრიდან, რომელიც ქმარი აღარ არის უკვე მე-6 მისი, ქალი რომ მოციქულთა სწორობამდე მიიყვანო, როგორი დიალოგი უნდა გამართოს, სწორედ ამის პედაგოგიკას გვასწავლეს დღევანდელი სახარება. რა მინდა იცით გითხრათ? მოციქულთა სწორი ნინოც ხო ყავს ჩვენ, რომელიც ქალწულია და ქალწულებით მიიცვალა ამ ქვეყნიდან. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ წადარში შემოვიდა წმინდა ნინო
ალბათ ყველა გავარდებით მის ფეხებთან, ამ ტაძარში შემოვიდა ფოთინე, რომელიც ამბობს, რომ 5-ჯერ გავთხოვდი, ახლა მე-6 ქმარი. აი რა დამოკიდებულება გექნება მასთან? აი ეს არის ჩვენი პრობლემა, იცით? ერთხელ ერთმა გარდაცვლილმა ბერმა თქვა, რომელსაც ძალიან სხვათა შორის არასერიოზულად უყურებდა ბევრი და მე ძალიან მიყვარდა და ყოველთვის უსმენდი ხოლმე. მან თქვა ესე, იცით რა პრობლემა მაქვსო? ყველა ერთნაირად არ მიყვარსო. მე ისე შემეშინდა ამ სიტყვების შემდგომ, ის ძალიან ისეთი მრავალი წლის ბერი იყო და დიდი გამოცდილების კაცი იყო და ეს რო თქვა, მე შემეშინდა, იმიტომ რომ მე ხო საერთოდ ესე ყავს რაღაცა მენდელევის სისტემა რო არის შექმნილი, სწორად ესე ყავს ადამიანები, რომ ეს ჩემიანი, ეს ვისიანია, ეს ნახევრად ჩემიანი, ეს ნახევრად ყველას ასე ყავს ალბათ, რომ ეს ახლა მეზობელია, კარგია და ის მეოზობელი რაღაცა ლობიოსას ყავს ზევიდან არ ვარ. ამიტომ ნახეთ, ღმერთის დამოკიდებულება ნახეთ ადამიანთან. აი ამ ქალბატონს როგორ ელაპარაკებ? როგორ არ იცოდა მან მინიყო ეს ქალბატონი? პირდაპირ ხო შეიძლებოდა ეთქვა, შენ ქალო, რომელიც 5-ჯერ გათხოვდი, ეხლა მე-6 კაცი რო გიზის, რა ქვია შენს აქციას? რას იზევდა ეს ქალი? შეიძლება ის ვედრა გამოექანებინათ რაც ეგრა ხელში და წასულიყო ესე სახლში. მაგრამ როგორ იწყება ნახეთ დიალოგი? თუ შეიძლება წყალი დამალევინა. და ვინ ვის ეუბნება, იცით ამას? აი ახლა აქ ტაძარში რო შემოვიდეს, აი დაახლოებით ესეთი მდგომარეობა. რო შემოვიდეს ახლა კაცრი რადიკალი მუსულმანები რო არიან, ხო იცით, აი ყველა წეს რო იცავენ და ყველა რო შემოვიდეს, თუ შეიძლება ნაკურთხი წყალი დამალევინეთო რო გითხრას. აი ხო გაგიკვირდება, ხო გითხავ რომ შენ ასეთი სარწმუნოების მქონე ადამიანი ახლა აქ მოხვედი იმისთვის რომ ნაკურთხი წყალი. ზუსტად ეს დიალოგია. ეს ქალი გაუგნებული ეკითხება რომ შენ ებრაელი ჩემგან სამარიტელი ქალისგან წყალს ითხოვს? მაცხოვარი ეუბნება რომ შენ რომ იცოდეო მე ვინ ვარ? შენც მთხოვდიო მე ესეთ წყალსო და მეც მოგცემდი წყალსო და ისეთ წყალს როცა აღარასდროს აღარ მოგწყურდება. და მისი ახლა ქალური ბუნება ნახეთ როგორია. ქალური კი არა ადამიანურია ეს, იმიტომ რომ ეხლა რომ ვინმე ჩვენ ყველანი ხო ახლა მაღალ სართულიან კორპუსებში ცხოვრობ. ეხლა რომ წყალი დაგიწევთ თქვენ წარმოგიდგენიათ, სადღაცაც მოსატანი თუნდაც 100 მეტრიდან, ყველაზე უახლოესი მანძილიდან ყოველ დღე რო გქონდეთ მოსატანი რაღაცა კოკებით წყალი. თქვენი ცხოვრება როგორ წარმოგიდგენიათ? მე ვერ წარმოგიდგენია მაგალითად, იმიტომ რომ მონკას რომ უშებ უნდა მოთხრიალებდეს იქ წყალი, რომ კიდეც დავლიო, კიდეც გადავლიო და ასე შემდგომ. რაღაცა ჰიგიენის ნორმები დავიცვა და ასე თქვენ წარმოგიდგენთ 50 გრადუსის სიცხე რომ არის, იქ წყლის საჭიროება უფრო მეტად არის თუ არა. ეს ქალის ბუნებრივი აქტოვანებული ეუბნება რომ ერთიო ვერანაირ ჭურჭელს შენს ხელში ვერ ვხედავ და როგორ შეიძლება ამ ჭიდან წყლის ამოღებასო თუ ჩვენს მამაზე იაკობზე უფრო მეტი ხარო რომელმაც ეს ჭაგად ხარავ. მაგრამ თან ამავე დროს ეუბნება რომ თუ შეგიძლია ესეთი წყალი მომცე, ფიქრობს ეს ქალი რას რომ მას თუ შეუძლია რომ ეს წყალი ახლა როგორც თანამედროვე ტექნიკით შეიძლება გაყვანილი იქნას სახლში უკანი მოუშვას და იქ მოდიოდეს და აღარ სჭირდებოდეს მას ამ წყაროზე სიარული ყოველდღიურად და განა რამდენი უნდა წაიღოს ერთ წაღებაზე ქალმა, გინდა კაცმა წყალი 20-30 ლიტრა, რამდენი ხანი უნდა გეყოს ეს? როდესაც ყავს შვილები, როდესაც გაქვს ჭურჭელი, როდესაც გაქვს სარეცხი და ასე შემდგომ. ამიტომაც ეს ფიქრობს ახლა ჯერჯერობით კიდევ მატერიალურზე. მე ამ დეტალებზე რატო ვამახვილებ ყურადღებას, იცით რომ აი ეს არის სწორედ პედაგოგიკა, ეს არის ის დამოკიდებულება, რაც შენ უნდა გაგაჩნდეს ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომლის გულშემატკივარიც ხარ, ვისი გულშემატკივარიც არა ხარ, აი ეს ელაპარაკ, კარგად იყავი და მორჩა, მაგრამ ვისიც გული გტკივა რომ რაღაცა საშველია, სწორედ ასე ხდება მისი შველა. არ ხდება რომ ადამიანს რაღაცა ჩირქოვანი წყული აქვს და ვიღაცა მივიდეს და ესე მთელი ძალი ჩაართას მაშინ დანა, ასე არ ხდება ამ ჩირქის გამორწყვა უკაცრავად ამ დეტალებისთვის. ეს ხდება რომ უნდა აუხსნა ადამიანს, როგორ უნდა განიკურნოს, როგორ მოხდება ეს პროცესი, როგორ მოხდება იქ რაღაცა კვეთა იქნება ეს სამედიცინო მითი რა ქვია დანით და ასე შემდგომ მე რაღაცა იქ დამპო. აი ესეთია ეს დამოკიდებულება. და ამიტომაც მაცხოვარი სწორედ ასე მოქმედებს. ეხლა ეუბნება რომ ესეთი წყალი გინდა, მაშინ ჯული უნდა დავიცვათ, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ ქალწულება არ აქვს რომ მამაკაცს ელაპარაკოს. მაგრამ რადგანაც მან გაბედა მამაკაცთან ლაპარაკი, ეხლა მაცხოვარი მას ჯულის დაცვას ასწავლის და ეუბნება პირდაპირ რომ თუ გინდა შენ ესეთი წყალი, წადი და შენს ქმარს დაუწახე. განა არ იცის ამ მდგომარეობაშია ეს ქალი ქმართან მიმართებაში, მაგრამ ქალის ნახეთ როგორია ის ბედნიერებას ეძებდა სწორედ იმაში რომ გათხოვდებოდა და ოჯახი ექნებოდა. გათხოვდა ერთხელ, ორჯერ, მეხუთედ და ეხლა მე-6 ყავს, წარმოიდგინეთ და ნახეთ ასე უნება არ მყავს ქმარი.
იმიტომ კი არ ეუბნება რომ სახლში ვიღაცა კაცი არა. სახლში კაცის ყოფნა ქმარს არ ნიშნავს. არ მყავს ქმარი, იმიტომ რომ ვერ ნახა ის ბედნიერება ამ ქალმა, რასაც ეძებდა. და პირდაპირ ესე ეუბნება. მაცხოვარი ეუბნება რომ სწორს ამბობ, ქმარი არ გყავს შენ. იმიტომ რომ 5 ჯერ გათხოვდიო და ახლა მე-6 კაცი რომელიც ჩვენთან სახლში ზის, არაფერი, უბრალოდ მასთან შენ შეიძლება გქონდეს რაღაცა ურთიერთობა, ხორციელიც, სხვა სულიერიც, მაგრამ ის შენი ქმარი არ არის. და ეს ქალი როგორც კი მიხვდება რომ ჩვეულებრივ ადამიანთან არ აქვს საქმე და ჯერჯერობით ფიქრობს რომ ალბათ წინასწარმეტყველია, პირდაპირ გადადის სულიერ შეკითხვაზე. ნახეთ როგორ მივიდა, საიდან დაიწყეს. წყლის სახლში შემოყვანიდან დაიწყეს ლაპარაკი, კომუნალური პირობების გაუმჯობესებიდან დაიწყეს ლაპარაკი და მივიდნენ იქამდე რომ მან მიხვდა რომ ეს წინასწარმეტყველია და პირდაპირ ასეთ შეკითხვას უსვავს. არა იმ საჭიროებით, როგორც კომუნალური პრობლემის მოგვარება, არამედ იმ საჭიროებით, რომელიც სულის გადარჩენაა და ეუბნება. ჩვენი მამები აქცევენ თაყვანს. თქვენები ამბობენ, ებრაელები, რომ იერუსალიმშია ჭეშმარიტი თაყვანისცემის ადგილი. რომელია სინამდვილე? აი საინტერესებს მას, იმიტომ რომ ებრაელებსა და სამარიტელებს შორის ეხლა ძალიან დიდი განხეთქილება. ისინი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდნენ. არ შეიძლებოდა მასთან შეხება. მე შეგახსენებთ, რომ იოანეს სახარებაში მაცხოვარს პირდაპირ ერთ-ერთ ბრალდებად უყენებენ, აღარ მახსოვს მართალი გითხრათ რომელი თავი, მაგრამ ერთ-ერთ ბრალდებად რას უყენებენ? ხო ვამბობდით შენზე რომ სამარიტელია. ანუ იცით როგორ სიტყვას ეუბნებიან? ეს არის სალანძღავი სიტყვა. ებრაელი რო გეტყვი შენ რომ სამარიტელი ხარ, ეს იყო უკიდურესი დაცემულობის რაღაცა გამომხატველი სიტყვა. აი რა გითხრათ ხა ქართულად არ შევადარო, რაღაცა გითხრან სალანძღავი სიტყვა რო გითხრა, რომ აი შენ ცუდი ხარ, რაღაცა აი ამას ნიშნავდა ეს. და სამარიტელებთან არც შეხება ჰქონდათ, ისინი წარმართული, რაღაც ნახევრად წარმართული, ნახევრად რელიგიური, იმიტომ რომ 5 წიგნელს აღიარებდნენ ებრაელებისას, საწინასწარმეტყველო წიგნებს არ აღიარებდნენ. და აი რაღაცა ისეთი ჰქონდათ გადახვევა, სექტა იყო მოკლედ შეიძლება ითქვას და რა თქმა უნდა ეხა ებრაელები ვერ იტანდნენ, იმიტომ რომ სექტა იყო და რაც თავარია კონკურენციას უწევდნენ, იმიტომ რომ ებრაელთა სამეფო როდესაც გაიყო დავითის შვილის სოლომონის შემდგომ გაიყო ორ ნაწილად. დარჩა იუდასა და ბენიამინის, ესე იგი შთამომავლობა ერთ მხარეს და დანარჩენი 10 ძმის შთამომავლობა მეორე მხარეს. და სამარიტელები ჩათვალეთ რომ სწორედ ამ 10 უფრო დიდი ნაწილის მხარეს არიან და მათ აქვს თავიანთი სალოცავი და ეს სალოცავიც იმიტომ გააკეთეს რომ იერუსალიმში არეულო ხალხს და იმ პირველ წყაროსთან არ ყოფილიყვნენ შეხებაში. აქედან გამომდინარე ნახეთ ეს თაყვანისცემის ადგილი სულ ყოველთვის სადაო და საკამათო იყო და პირველ შეკითხვას რასაც სვავს ეს ქალი ეს არის რომ რომელია ნამდვილად ჭეშმარიტი თაყვანისცემის ადგილი და მაცხოვარი ამბობს რომ დადგება დრო, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისცემელი თაყვანისცემენ ნამდვილად ღმერთს და ამისთვის არ იქნება არანაირი ადგილი საჭირო. აი ეს უნდა იცოდეთ თითოეულმა ჩვენგანმა. სადვეჯერთ ჩვენ ღმერთს. ხშირად ჩვენი ცხოვრება იცით როგორია? ჩვენ ქრისტიანები ვართ მხოლოდ ტაძარში და ტაძრის გარეთ გვავიწყდება რომ ვინ ვართ. და სახელად აღარ გვია ქრისტიანი. ჩვენ საქციელს აღარ გვია ქრისტიანული საქციელი. ამიტომაც იცოდეთ ჩემო ძვირფასებო რომ სინამდვილეში ღმერთი და თაყვანისცემის ადგილი ციცახებს, ეს არის შენი გული. სხვაგან არსება. იმიტომ რომ შეიძლება ტაძარშიც კი მოხვიდე, მაგრამ თაყვანისცემა ვერ განახორციელო. რა არის ეს თაყვანისცემა? თაყვანისცემა არის ჭეშმარიტი მსახურება, ნამდვილი მსახურება. თაყვანისცემა არის ნებისმიერი გამოხატულება, მაგალითად ადამიანების მიმართ რომ გამომდივარ და თავს რომ გიხრით, ესეც გარკვეული თაყვანისცემა. მეფის წინაშე რაღაც რევერანსებს რო აკეთებდნენ, ესეც თაყვანისცემა, მაგრამ განსხვავება არსებობს. რა თაყვანისცემით იცემება ადამიანი და რა თაყვანისცემებით ითაყვანება ღმერთი. ეს არის აბსოლუტური და სრული თაყვანისცემა, როდესაც შენ აცნობიერებ რომ მისგან ხარ, მისგან შეიქმენი და მის ხელშია შენი გადარჩენა. აი ეს თაყვანისცემა აბსოლუტურად სხვა არის. მაგრამ ის რომ ადამიანის მიმართ პატივისცემა გაქვს, ვიღაცა თქვა განათლებულია, ვიღაცა თავისი წესიერებით, პატიოსნებით, შენთან მეგობრობით, რაღაცა კარგი დამოკიდებული, მასაც რა თქმა უნდა შენს თავს უხრი, მაგრამ ეს თაყვანისცემა საპატივცემულოა და რა თქმა უნდა სასურველია და ზრდილობის ფორმაც არის, მაგრამ არის თაყვანისცემა ღვთისა, რომელიც მხოლოდ აი აქ აღესრულება. რომ როგორ ცხოვრობ შენ, იმიტომ რომ შენი გულიდან ამომდინარე რა არის? გულიდან ამომდინარე, გახსოვთ არაფერი შემავალი შეაგინებს კაცს მაცხოვრებელს.
ანუ რასაც ჭამს ადამიანი ეს კი არ წაბილ წავს და შეაგინებს ადამიანს, არამედ რაც მისი გულიდან ამოდის, იმიტომ რომ გულიდან ამოდიან ის გულის სიტყვები, რომლებიც იქ არის სიღრმეში ჩამარხული. და ეს არის განკითხვა, ეს არის შური, ეს არის ბოროტება რაღაცა. ანუ რა არის შიგნით, როგორ არის ეს სიწმინდე დაფარული და შენახული. ამაზე საუბრობს სწორედ მაცხოვარი. ამიტომაც ჭეშმარიტი თაყვანისცემის ადგილი არის სად? ეს არის შენი გული. როდესაც შენ ამას აცნობიერებ, შენთვის უკვე ტაძარი ხდება ის ადგილი, სადაც უკვე შენს მეგობრებთან ერთად, შენს მორწმუნე საზოგადოებასთან ერთად ამ საერთო თაყვანისცემას აღასრულებ და ქრისტეს სადახორცე ეზიარებ. მაგრამ სხვა ნებისმიერი ადგილი, სადაც არ უნდა იმყოფებოდე, სახლში, სამსახურში და დასასვენებლად ეხლა ზაფხულია და აქტუალურია ესაც ძალიან. თუ არ აქვს მნიშვნელობა სად ტერიტორიულად, ყველგან გაქვს განცდა იმისა, რომ ღმერთი ყველგან არის, ეხლა შენ მის წინაშე იმყოფები, ყველა შენი საქციელი მის წინაშე ნათელია და ყველა შენი სიტყვა ამომავალი გულიდან თუ უბრალოდ ისე წამოროშილი, ყველა მის წინაშეა. ამიტომაც შენ ყოველთვის ფრთხილი იქნებ. ამიტომაც შენი დამოკიდებულება სულ სხვა იქნება ამ სამყაროს მიმართ. ამ სამყაროს მიმართ, როდესაც ვამბობ, არა მარტო ადამიანების მიმართ, თითოეული მცენარისა და ცხოველის მიმართაც კი, როდესაც ეს განცდა შენ გაგაჩნია. და თუ არ გაგაჩნია, მაშინ ხარ ესე დაყოფილია ადამიანები, რომ ეს შეიძლება გიყვარდეს, ეს არ შეიძლება გიყვარდეს. მე კიდევ ერთხელ გიმეორებ, აი ფოტინე არის მოციქულთა სწორი, წმინდანინო არის მოციქულთა სწორი, ორივე წმინდანი. მაგრამ ჩვენ რომ ისინი ცხოვრებაში გვენახა ალბათ წმინდანინოს კვლავ გიმეორებ დავიჩოქებდით, ალბათ ფოტინეს გავლანსმალითო შეიძლება. ამიტომ გახსოვდეთ, ყოველი ადამიანის პოტენციალში დევს ის, რომ ის წმინდანია. მას შეუძლია წმინდანი გახდეს. ამიტომაც ნურას დროს ნუ დააკვეთრით, მე ძალიან ხშირად გამიგონია პატრიარქთან მოდიან ხოლმე ცნობილი ადამიანები, მსახიობები, რომლებსაც წარსული არ აქვს ფლად კარგი და ლამაზი მსახიობები თუ რაღაცა ხელოვანის წარმომადგენელი, ხელოვნების წარმომადგენელი, ასე შემდგომ და ხშირად გაკითხვის საგანი გამხდარა, რომ აი ამ ადამიანს რა უნდა ეხლა, რატომ არის პატრიარქი? ზუსტად იგივე კითხვის დასმა შეიძლება. რა ესაქმებოდა მაცხოვარს ქალთან, რომელიც 5-ჯერ გათხოვდა და ახლა მე-6 ქმარი კი არა, კაცი ყავს. გეკითხებით რა ესაქმებოდა? აქვეა პასუხი, იცით რა ესაქმებოდა? ეს ქალი გახლავთ წმინდა პუტინე მოციქულთა სწორი. აი ეს ესაქმებოდა. ამიტომაც თქვენი დამოკიდებულება თითოეულ ადამიანთან უნდა იყოს ასეთი, რომ თქვენ უნდა შეგეძლოთ ნებისმიერი დიალოგის ისე წარმართვა, აი ეს პედაგოგიკა სწორედ ამაშია, რომ ეს ისწავლოთ, თქვენი დიალოგი ზემოდან ქვემოთ კი არ მიდიოდეს ღმერთიდან რაღაც ადამიანურობისკენ, არა, აი ამ ადამიანურობიდან, ამ მიწიერიდან ზეცისკენ აღემართებოდეს და ასე საფეხურებრივად აღამაღლოდეს ადამიანი თავისი გონებით და ქრისტემდე მიიყვანოს. აი ეს არის თქვენი მისიონერობა, ეს არის თქვენი ქრისტიანობა. და თქვენთვის თაყვანისცემის ადგილი კი არ იყოს იქ, სადაც მართლმადიდებლურ ტაძარში შეხვედი და ხატები დაინახე და მიხვედი და ემთხვი, არა. ყველგან და ყოველთვის, სადაც არ იმყოფები, იმიტომ რომ შენს გულშია ქრისტე. ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარები, ის შენშია, მისი სისხლი გიჩქებს. რატომ არის აკრძალული სისხლი? ძველი აღთქმის მიხედვით და ახალი აღთქმაში მხოლოდ ეს კანონი გადმოვიდა. რა საოცარია, იცით? არ შეიძლება რაიმე სისხლი მიიღოს ცხოველის, იმიტომ რომ ეს სისხლი შენში შემოდის და რაღაცა იმ გენეტიკურ კოდს შენ სისხლს უზიარებს და რაღაც ადამიანი ემსგავსება ცხოველს. და როდესაც შენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარები, შენი სისხლი და მისი სისხლი ერთი ხდება. ამიტომ ქრისტეს სისხლით გამოსყიდული ხარ და ქრისტეს სისხლით თქვენს ძარღვებში ჩქებს და კეთილი ინებეთ და ისე მოიქეცეთ, როგორც ქრისტე იქცეოდა. რომ ქალო შენ 5 ქმარი ყავდაო, კი არ ეტყვის, არამედ ეტყვის რომ იცით რა, ესეა რაღაცა საჭირო, ეს ცხოვრება საჭირო და ეს ქალი გახდება ის, ვინც გახდა წმინდა პუტინე. შეგვეციოს მისი ლოცვა, შეგვეციოს დღევანდელი დღის მადლი და ყველას გილოცავთ და გლოცავთ. ქრისტე აღარ.